მოგესალმებით ქვეყანაში ძალიან საინტერესო პროცესები მიმდინარეობს. უამრავი საჭიროებო საკითხია გადასაწყვეტი, მაგრამ მე დღეს ორ თემას შევეხები, რომელიც განსაკუთრებით ჩვენი აზრით აწუხებს საქართველოს მოსახლეობას, საზოგადოებას და პირველი ეს არის დღეს ქვეყანაში ჩამობრძანებული არიან ვენეციის კომისიის წევრები საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით და მე კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსირო პოლიტიკური პარტია მემარცხენე ალიანსის პოზიცია საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით და ამავე დროს მოუწოდო ხელისუფლებამ რომ გაითვალისწინოს ეს ჩვენი პოზიცია. ჩვენ თავიდანვე, როდესაც საზოგადოება შევახსენებ შარშან გაზაფხულზე პრეზიდენტის სასახლეში მოხდა ინტერფრაქციული ჯგუფის შემადგენლობაში ამ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით საკითხების განხილვა. მაშინ ჩვენმა პარტიამ ხელი მოაწერა მოთხოვნას იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლებას და საპარლამენტო უმრავლესობას გადაედგა ნაბიჯი იქითკენ, რომ ქვეყანაში 2016 წლის საშემოდგომო საპარლამენტო არჩევნები ჩატარებულიყო რეგიონალურ პროპორციული სიებით. რაზეც ბუნებრივია ხელისუფლება, როგორც საზოგადოება თვალყურს ადევნებს, არ თანხდება. ეს იქნება უმნიშვნელოვანესი ქვეყნისათვის, რომ აი ამ რეგიონალურ პროპორციული სიებით ჩატარდეს არჩევნები და ეს იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი დემოკრატიისაკენ. მით უმეტეს თუ გავიხსენებთ იმას, რომ აი ამ შეხვედრაზე პრეზიდენტთან ამ მიმართვას ასევე ხელი მოაწერა პარლამენტის თავმჯდომარემ ბატონმა დავით უსუფაშვილმა და ამავე დროს მე მინდა შევახსენო საზოგადოებას ის, რომ განვლილი წლების განმავლობაში ჩვენ დღეს უმრავლესობაში მყოფ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად მე არ ჩამოვთვლი ახლა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის თუ ვინ არიან დღეს პარლამენტში და ვინ არიან უმრავლესობაში ისინი ჩვენთან ერთად იბრძოდნენ ამ ნაციონალური მოძრაობის ზეობის პერიოდში ამ დრაკონული საარჩევნო კანონის წინააღმდეგ მე შევახსენებ საზოგადოებას რომ ამ დღეს უმრავლესობაში წარმოადგენელი პოლიტიკური პარტიის ლიდერები შიმშილობდნენ კიდევაც ამ სამართლიანი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად და თუ დღეს უმრავლესობის წარმომადგენლები აკეთებენ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ 2020 წლისთვის უკვე შესაძლებელი იქნება ამ საარჩევნო კოდექსის არჩევნების ჩასატარებლად, მაშინ რა უშლის ხელს, რომ უმრავლესობა მათ ხელშია ბუნებრივია, მოიწვიონ პარლამენტის ხდომა ან დააყენონ დღის წესრიგში და უკვე 2016 წელს ამ საარჩევნო სისტემით ჩატარდეს არჩევნები. მე ცოტა შორს ვარ იმას გზგან რომ რაღაც ვენეციის კომისიის დასკვნა ამ საკითხთან მიმართებაში რაღაც ვენეციის კომისიის დასკვნამ შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონიოს თქვათ დღეს უმრავლესობაში ასე რომ ვთქვათ ჩამოყალიბებულ და მიღებულ გადაწყვეტილებასთან რომ მაჟორიტარული არჩევნები ჩატარდეს 2016 წელს მაგრამ კიდევ ვიმეორებ ეს აუცილებელია ქვეყნის განვითარებისათვის, ქვეყანაში ასე რომ ვთქვათ დემოკრატიული დიქტატურის დასამყარებლად და მე იმედი მაქვს რომ კიდევ ერთხელ დაფიქრდება დღეს საპარლამენტო უმრავლესობა დაფიქრდება ხელისუფლება, აღმასრულებელი ხელისუფლება და მიიღებენ მინდა იმედი დავიტოვო, მიიღებენ იმ გადაწყვეტილებას, რომლის შედეგადაც ქვეყანაში ჩატარდება რეგიონალური პროპორციული არჩევნები მაჟორიტარული არჩევნების მაგივრად. მეორე საკითხი, რომელიც ძალიან აქტუალურია, მე ასე ვთვლი, ეს არის მიწის რეგისტრაციის საკითხი და პოლიტიკური გაერთიანება მემარცხენე ალიანსი ძალიან მოხარულია იმისა, რომ ჩვენს მიერ 6 თებერვალს ჩატარებულმა პრესკონფერენციამ, როდესაც ჩვენ მოუწოდეთ ხელისუფლებას, რომ კერძო საკუთრებაში არსებული დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთები ჩვენი ფერმერებისთვის, გლეხებისთვის გადაცემულიყო უფასოდ, ანუ დაეფინანსებინა ბიუჯეტს ამ საკითხმა აი ესეთი ნებათა ღელვა გამოიწვია არა მარტო პოლიტიკური პარტიებისა და ხელისუფლების მხრიდან, მე მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ რამდენიმე
რამდენიმე დღის წინ ბატონი მინისტრი გამობრძანდა ამ მიწების რეგისტრაციასთან დაკავშირებით ეკონომიკის მინისტრი მავს მხედველობაში მე და ისაუბრა ამ საკითხებზე, ისევე როგორც გამოეხმაურენ აი ამ ვთქვათ საკითხს, საჭიროებო საკითხს ქვეყნისათვის მართლა არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტები, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები, ვინაიდან ჩვენ არ უნდა დაუშვათ ჩვენი გლეხების პაუპერიზაცია და არ უნდა მოხდეს აი ამ პაუპერიზაციის გზით ჩვენი ქართველი გლეხის აყრა მისი ძირძვერი საკუთრებიდან, ტერიტორიიდან. ვინაიდან მე შევახსენებ საზოგადოებას, ასევე ხელისუფლებას შევახსენებ, მე-17 საუკუნეში ჩვენი სასიგადულო წინაპრის გამონათქვამს რო სამოწყდეს გლეხი კაცი საქართველოს დაძაბუნდეცო. ჩვენ ყველანაირად ხელი უნდა შევუწყოთ სოფლად გლეხების ფერმერების დამაგრებას, ყველანაირად ხელი უნდა შევუწყოთ მათთვის 90-იან წლებში ჯერ კიდე შევარდნაძის მმართველობის დროს მათთვის გადაცემული მიწების ასე რომ ვთქვათ საბოლოო დაკანონებას ბიუჯეტის ხარჯზე, ვინაიდან თუ მათ დღეს ეს მიწები ჰექტრობით არ აქვთ დარეგისტრირებული და საკუთრებაში მოქცეული, ეს არის იმ ეკონომიკური და სოციალური სიდუხჭირის ბრალი, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენ ქვეყანაში, ჩვენ და სამწუხაროდ მდგომარეობდა და მდგომარეობს და მე მინდა უთხრა ხელისუფლებას ის, რომ საშუალოდ 1 ჰექტარი მიწის დარეგისტრირების ხარჯები სუნცირედი გაანგარიშებით დაახლოებით 300 ლარამდე ადის და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ზოგიერთი გლეხისა და ფერმერის ოჯახი 3-დან 5 ჰექტარამდე მიწას ფლობს, საშუალო ხარჯები თქვენ წარმოიდგინეთ 1500-1800 ლარამდე შეიძლება ავიდეს და ამის საშუალება მათ არ აქვთ და თუ თქვათ ვერ დაირეგისტრირეს გლეხებმა, ფერმერებმა ბიუჯეტის დახმარებით, რა თქმა უნდა, მიწები მაშინ გამოვა ის, რომ 1 წლის შემდეგ სახელმწიფო თავის საკუთრებაში დაიბრუნებს მათზე ამ გლეხებზე და ფერმერებზე კუთვნილ მიწებს და შემდეგ უკვე მოახდენს მის პრივატიზაციას და ამ მიწებს ვინ იყიდის, რომელი ქვეყნიდან ჩამოსული ადამიანი არ აქვს, მე ქვეყანა არ მინდა დავასახელო და შემდეგ ეს ჩვენი გლეხი ვარ ამ მდგომარეობაში ჩავარდება, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით და ამ საკითხებზეც უნდა დაფიქრდეს აუცილებლად ხელისუფლება, რომ არ მოხდეს ჩვენი გლეხობის მასიური აყლა მათი ძირძველი ტერიტორიებიდან. ისევე როგორც ამ კანონის ამოქმედებას მაშინ მოყვება მთის მოსახლეობის დაცლაც ბუნებრივია, ვინაიდან ისინი უფრო მეტ გაჭირვებაში იმყოფებიან იმ წირი რესურსებიდან გამომდინარე და მაშინ გამოვა ისე, რომ HR-ში გამოკიდებული დარჩება 1 იანვარს ამოქმედებული მთის კანონი, რომელიც იქ დაცლილი მთის შევზებას ემსახურება და ბარში ჩამოსული მთის მოსახლეობის უკან დაბრუნებას ემსახურება ამ ეკონომიკური შეღავათების გამო. აი ეს საკითხები, რომლის თაობაზეც მემარცხენე ალიანს უნდა და გაეკეთება განცხადება საზოგადოების წინაშე. გასაგებია, ერთი კითხვა თუ შეიძლება პირველ თემასთან დაკავშირებით. დიახ. აი თუ ხელისუფლება რეგიონულ პროპორციულ არჩევნებს არ ჩატარებს, თქვენი ვარაუდით რა შეიძლება მოყვეს ამ საზოგადოების მხრიდან? რას ვარაუდობთ? ჯერ ერთი ეს ხო, მესმის უპირველეს ყოვლისა ეს ხელისუფლების მორალურ მხარეზეც მეტყველებს, ხო? მე ტყუილად არ გავუსვი ხაზი იმას, რომ ჩვენთან ერთად დღეს ხელისუფლებასა და პარლამენტში მყოფი ადამიანები იბრძოდნენ, შიმშილობდნენ იმისთვის, რომ ამოქმედებულიყო ეს საარჩევნო კანონი და თუ თქვათ ხელისუფლება რაღაც ეკონომიკურ საჭიროებო საკითხებს ან სოციალურ საკითხებს ვერ უგვარებს მოსახლეობას, ამ კუთხით მაინც შეასრულონ მათ თავიანთი წინა საარჩევნო დაპირება 2012 წლის ასე რომ ვთქვათ საპარლამენტო არჩევნების წინა საარჩევნო დაპირებებს შევახსენებ მან, სადაც ერთ-ერთი იყო ასევე შეცვლა ამ დრაკონული საარჩევნო კოდექსისა და აქედან გამომდინარე ბუნებრივია მაგ შემთხვევაში მოსახლეობა უკვე მიიღებს გადაწყვეტილებას თუ ის დაუჭიროს მხარი ვინ აირჩიოს პარლამენტში, აქედან გამომდინარე შესაბამისი შედეგებით. იმიტომ რომ იმ
ბათა შესრულების ნუსხა, რომელიც 2012 წელს ოცნების ხელისუფლებამ დავდო, სამწუხაროდ არ არის სრულყოფილი. იქიდან რაღაცა შესრულდა ვთქვათ, მაგრამ მაინც ძირითადი, ასე რომ ვთქვათ, პროცენტი ამ შესრულებებისა დღეს შეუსრულებელია ქვეყანაში. და ეს იქნება ასევე ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იმისაკენ, რომ აი არჩეული ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება ასრულებს თუნდაც ამ მიმართულებით ამის დანაპირებს და თუ ეს არ მოხდა, ამ შემთხვევაში უკვე ჩვენ მემარცხენე ალიანსი უკვე ვიფიქრებთ თუ რა საპროტესტო ღონისძიებები შეიძლება დავიწყოთ და ეს საპროტესტო ღონისძიებები მოიტანს თუ არა შედეგს, რისთვისაც დავიწყებთ ჩვენ ბრძოლას, ხო? მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ჩვენ იმას დღეს ქვეყანაში როგორ მდგომარეობაა შექმნილი, როგორ შეიძლება ისარგებლონ ამ სიტუაციის არევით დესტრუქციულმა ძალებმა ქვეყანაში, მე მაინც იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და გააკეთებს ისე, როგორც საქართველოს მოსახლეობას სურს და როგორც ამ საქართველოს მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები. რა არის იცით 400 მილიონი ახსენეთ თქვენ და დღეს თუ გადავხედავთ სტატისტიკასაც იქ მაღალმთიან რეგიონებში ფაქტიურად პროდუქცია არ იქნება დაცლილია ეგ და რატო იყო მიღებული ეს გადაწყვეტილება რომ მთიდან ბარში ჩამოსული მოსახლეობა უკან დაბრუნებული იყო დაეწყოთ მათ წარმოება აემუშავებიდან და ასე შემდეგ მაგრამ მე თქვი როდესაც ამ თემასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია ჩავატარე რომ ეს არის ანტიკონსტიტუციური კანონი თუმცა ძალიან საჭირო და სასარგებლო კანონი იყო და რატომ ფაქტიურად გამოვიდა ისე რომ მოხდა დაყოფა ზოგს მიენიჭა 800 მეტრს ზემოთ ზოგს 1000 მეტრს ზემოთ რაიონებს და ამოქმედა ეს სადაც ამოქმედა ეს კანონი ზოგს 1200 1400 მეტრი და რა არის იცით დღეს რომ მოინდომოს მეწარმემ თქვათ ან თუნდაც იქ ადგილობრივმა მოცხოვრებელმა რომ გამართოს რაღაცა თუნდაც ელემენტარული სახის წარმოება იმდენი საშუალება წყლის ელექტროენერგიის იქ არ არის. ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია რომ ეს კანონი უნდა ამოქმედებულიყო და უნდა ამოქმედდეს თუნდაც ავიღოთ რაღაცა გარკვეული სიმაღლიდან გამომდინარე 800 მეტრს ზემოთ მდებარე სოფლებისათვის. ყველასთვის რომ ერთი ყოფილიყოს და ამ შემთხვევაში მე ღრმად დარწმუნებული ვარ რომ უკვე უფრო მეტი სარგებელი ექნებოდა თუნდაც იმ 10 წლის გავლის შემდეგ ან თუნდაც იმ 10 წლის განმავლობაში სახელმწიფოს ვინაიდან იქ ასული ადამიანები ან იქ მცხოვრები ადამიანები დაიწყებდნენ მუშაობას იმისათვის რომ ელემენტარული შიდა მეურნეობები განევითარებინათ შეექმნათ პროდუქცია დაესაქმებინათ თავისი თავი ის მოგება შემდეგ ისევ წარმოების განვითარებაში ჩაედოთ და თა შეივსებოდა ანუ საქართველოს გადამრჩენელი ყოველთვის იყო მთა და ბარში შემოსევებისგან დასცლილი ასე რომ ვთქვათ ბარი ივსებოდა მთის მეშვეობით ხომ დღეს გაუჭირდა მთას ჩვენ უნდა დავეხმაროთ რომ მომავალში ასე შევსება მიიღოს ასევე მთისგან ბარის მოსახლეობას ვინაიდან დემოგრაფიული მდგომარეობა რამძიმე მდგომარეობაშია თქვენ ჩემზე ნაკლებად არ მოგეხსენებათ და აი ამ პოლიტიკის გატარებით ჩვენ უკვე მივიღებდით დასაქმებულ მოსახლეობას და ბუნებრივია ეს შემოსავლები თუ ამ შემთხვევაში შეიძლება 400 მილიონი მოვაკლდეს სახელმწიფოს ის 400 მილიონი რაღაც გვერდით იგზიდან ამ 400 მილიონით შეიძლება 500-600 მილიონით შევსებითაც კი მომხდარიყო ჩვენთვის როგორც მემარცხენე პოლიტიკური ორგანიზაციის მემარცხენე ალიანსისათვის უმთავრესია ჩვენი საქართველოს ჩვენი მოსახლეობის ინტერესების გატარება მთის მოსახლეობის ამ შემთხვევაში ინტერესების გაკეთება მათი უფლებების დაცვა მათთვის წარმოების საშუალებებისა და წარმოებისათვის საუკეთესო პირობების შექმნა და მიგვაჩნია რომ ეს იქნება საუკეთესო გამოსავალი თუმცა ამ კანონს გვერდითი ასე რომ ვთქვათ უარყოფითი მხარეებიც ჰქონდა და რამაქვე მხედველობაში ძალიან ბევრი სოფელი იქნა გამორჩენილი როდესაც აი ამ ნუსხის შეთანხმება და დამტკიცება მოხდა
მაგალითად დუშეთის რაიონის რიგი სოფლები, რომლებიც 1000 მეტრზე მეტ მდებარეობა აქვს, სიტყვაზე ვთქვათ, აი მაგალითისთვის ზემო არანისი, არღუნი, საკრამული, რომლებიც 1000 მეტრზე ზემოთ არიან და რომლებზეც მოქმედებდა ეს კანონი, რაღაც შეღავათები მანამდე არსებობდა შევარდნაძის პერიოდში ხელმოწერილი ბრძანება იყო, რომელზეც ეს შეღავათები ვრცელდებოდა. იმათ მოიხსნათ. არ ვიცი ეს რის გამო მოხდა, ჩინოვნიკთა უგულის რაღაც არაკომპეტენტურობის გამო, გამიზნულად მოხდა თუ რაღაც სხვა მიზეზით მოხდა, ყოველ შემთხვევაში ზოგიერთი სოფელი ამოვარდნილი იყო, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ფაქტები, რომ მაგალითად აი დუშეთის რაიონს ვიძახი ისევ, თქვათ სოფელი შალიკიანთკარი ის 1000 მეტრზე დაბლაა და იგი მოხდა ამ ზონაში და როგორც ზემოთ აღნიშნეთ, თქვათ არღუნი, საკრამული და კიდე სხვა სოფლები, გრემისხევი და ასე შემდეგ, ასე შემდეგ, ისინი იმათზე არ გავრცელდა ეს კანონი. ჩვენ ამ დღეებში ალბათ უკვე გვაქვს მომართვიანობაზე გვაქვს მოსახლეობისა ჩვენთან დახმარების მიზნით შევიტანთ პარლამენტში შესაბამის კომიტეტში ბატონი ტრიპოლსკის სახელზე შევიტანთ იმ საბჭოს წევრები კიდე ვინც არიან პარლამენტის შესაბამისი მთის საბჭოს წევრები ვინც არიან მათ სახელზეც მოხდება შეტანა რომ აღდგეს სამართლიანობა და ის სოფლები შეტანილი იყვნენ სიაში მით უმეტეს ვადა 1 აპრილამდე არის და მე მინდა თქვენის მეშვეობით ასევე საქართველოს მოსახლეობას მოუწოდო რომლებიც ვთქვათ სხვადასხვა რაიონებში არიან იმ სოფლის მაცხოვრებლები განლაგებული და მათი სოფლები არ მოხდა ვთქვათ ამ არ დაექვემდებარა მთის კანონის ამოქმედებას რომ მომართონ მემარცხენე ალიანსს შესაბამისი განცხადებით და ჩვენ მათ თხოვნასაც ასე რომ თქვა შევიტან პარლამენტში დავაყენებთ შესაბამის კომიტეტების წინაშე ისევე როგორც დავაყენებთ მთავრობის წინაშე და შევეცდებით რომ ისინი შეტანილ იყვნენ ამ მთიანი რეგიონების ნუსხაში რომლებზეც გავრცელდება ეს კანონპროექტი